მეგობრებო, გამარჯობათ, მოგესალმებით, ჩემო ზეფასებო. პატარა მოკლე ჩართვას გავაკეთებ. მე გააზიარეთ ეს ვიდეო, მე ცხოველთა დამცველებს მოგმართავთ. ძალიან ბევრი ზარი შემოვიდა ჩემთან ცხოველთა დამცველებიდან. ყველა საინტერესებს ჩემი აზრი. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ძალიან გადაიჯვა თავზე გურჯაანის თავშესაფარმა, ასევე გორის თავშესაფარმა, ეს ორივე სახელმწიფო თავშესაფარია. ერთს მართავს გურჯაანში ერთი ნაბუზვარი არის ზავრაშვილი გვარა და მეორე კიდე გიუნაშვილი არის, გვარს ამართლებს, მაგის გვარს არასვეთში, მაგრამ თვითონ არის განდონი, როგორც ჩანს. ერთ თავშესაფარში და მეორე თავშესაფარშიც არის აშკარად გამოკვეთილი დანაშაული, რომელიც უნდა დაისაჯოს ნორმალურ ქვეყანაში სისხლის სამართლის მუხლებით. მაგრამ ამ ქვეყანას მოგეხსენებათ, ჭირდება ესეთი ნაძირლები, როგორიც არის. უბრალოდ ამ ქვეყანას კი ჭირდება, ჭირდება იმ მთავრობას ისეთი ნაძირლები, როგორიც არის ზავრაშვილი, როგორც არის გიუნაშვილი. ვინც არიცით, ორი სიტყვით გეტყვით, რომ ეს ორი ნაძირალა იჭეს ქუჩის მიუსაფრ ცხოველებს და ცოცხლად წავენ მოკლედ რა. იმის მაგივრად რომ გააკეთონ კასტრაცია, სტერილიზაცია, მიყავთ და წავენ. ასევე სხვა დანაშაულს შადიან, იჭერენ, მიყავთ, უკეთებენ სტერილიზაციას, ყურზე ბირკას, უშვებენ ბუნებრივ არეალში, შემდეგ კიდე იჭერენ, მიყავთ, იმ ბირკას მოაცლიან, ვითომ გადაბირკვის მიზნით ხელახლა და ეს იაწამებენ, დაწვალებენ ძაღლებს და ყველაფერს ამას აკეთებენ, იმიტომ რომ გაამართლონ აი ამ დანაშაულებრივი სახელმწიფო ორგანიზაციის მუშაობა და ბევრი ფული ჩაიდონ ჯიბეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოგეხსენებათ, რომ თუ ამ სამსახურმა არაფერი არ გააკეთა, თუ ესე არ ხოცა და აშლიტა ძაღლი, ბუნებრივი ეს სამსახური საჭირო აღარ იქნება მერე და გააუქმებენ და სამსახურს დაკარგავს ეს ნაბუზვარი ზავრაშვილი და იქით ის გიუნაშვილი და აი ამიტომ არ აწყობთ ჩემო კარგებო ემსახურონ კანონს და აკეთონ საქმე, რაც გასაკეთებელია და ჩადიან ამ დანაშაულს რა. ეხლა ეს შესავალი რატო გავაკეთე მოკლედ? იმიტომ რომ ერთიც და მეორეც აუცილებლად უნდა გასამართლდნენ, ეს ზავრაშვილიც, ეს გიუნაშვილიც და ყველა ის ნაბუზვარი, ვინც აი ამ დანაშაულში ღებულობს მონაწილეობას. მაგრამ ვინ უნდა გაასამართლოს? უნდა გაასამართლოს, რა თქმა უნდა, ნორმალურმა პროკურატურამ და პოლიციამ უნდა დაიჭიროს და მერე სასამართლომ უნდა მიუსაჯოს კანონით გათვალისწინებული სასჯელი, მაგრამ 12 წელია ვიბრძვით ჩვენ აი ესეთი ნაბუზვარი ხალხის წინააღმდეგ. და მხოლოდ ერთეული შემთხვევა არის, როდესაც ძაღლზე მოძალადე გაასამართლეს და გაუშვეს ციხეში. მხოლოდ ერთი შემთხვევა ჩემო კარგებო და თუ ორი შემთხვევა. ერთი მარნეულში რომ მოხდა, ძაღლი დაბრუნებული ძაღლი რომ მოკლა ცემით იმ ნაბუზვარმა არა ადამიანმა და მეორე იყო თავი რომ მოაჭრა გურიაში, მეორე ნაბუზვარმა არა ადამიანმა ძაღლს. თოფით მოკლა და მერე თავი მოაჭრა. დანაშაულ შემთხვევებში ხო მე დაპატიმრებული ადამიანი ძაღლის მკვლელობისთვის და წამებისთვის არ მინახია. 12 წელია ვიბრძვით თუ კანონი მივაღებინოთ მთავრობას. 12 წელია და ეს კანონი ვერ მივაღებინეთ. ბოლო მოწვევის პარლამენტმა თუ ესე იგი თქვენ მოკლე მეხსიერება გაქვთ და ვეიხსენებთ ცხოველთა დამცველება, ხო მე გეტყვით. ბოლო მეათე მოწვევის პარლამენტმა ხო შემოგვიდო თავისი ვარიანტი კანონ პროექტის, მე ვიმუშავეთ, შევთავაზეთ ჩვენი ვარიანტი, მე საბოლოო ვარიანტზე შევთანხმდით, ბევრი რაღაცა დავუთმეთ, მაგრამ მაია ბითაძემ ესე იგი ყველაფერი გააკეთა და ეს კანონი არ მიიღო. მე მოვიდა ახლა მე-11 მოწვევის პარლამენტი არის, ხო? ეს პარლამენტიც არ ღებულობს აი ამ კანონს, კიდე ესე იგი ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა იცხოვროს აი ამ ქაოსში, რასაც ქვია ქუჩის მიუსაფარი ცხოველები. ჩვენ ცხოველთა დამცველები რას ვაკეთებთ იცით ჩემო კარგებო? ჩვენ ცხოველთა დამცველები ვიბრძვით იმისთვის, რომ ქუჩაში ძაღლი არ უნდა იყოს. ეს არის ჩვენი ნომერ პირველი მიზანი. მაგრამ სანამ ქუჩაში არიან ძაღლები, ჩვენ მათ უფლებებს ვიცავთ. ცხოველთა დამცველები აი ამას ვაკეთებთ. და ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ ამით არა მარტო იმ საწყალი ცხოველების უფლებებს ვიცავთ, არამედ თითოეული ადამიანის უფლებას ვიცავთ აი ამით. და ჩვენი ქვეყნის იმიჯს ვიცავთ.
აი ეს უცხოელი რო ჩამოდის, ტურისტი იქნება, დიპლომატი იქნება თუ ვინც იქნება, ჩვენ ქვეყანაში რო შემოდის უცხოელი, ხო? ის რო ხედავს ამდენ მიუსაფარ ძაღლს და პლუს რო ხედავს ამ მიუსაფარ ძაღლს, ხო? ჩვენ ცხოვრთა დამცველები ადამიანურად ვექცევით. ვიცავთ მათ უფლებებს, ერთ ნაჭერ პულს მივაწვდით და აი იმ ცუდი ადამიანების გაფუჭებულ საქმეს, რომელიც თოფს ესვრის აი ქუჩის მიუსაფარ ცხოველს, წამლავს, ან მანქანით გადაულის, ან ქუჩაში დატოვებს, ხო? აი ესეთი ადამიანების გარდა აი ამ ქვეყანაში არიან ნორმალური ადამიანები, რომლებიც აი ამ ქუჩის მიუსაფარ ცხოველებს იცავენ, ხო? ჩვენი ქვეყნის იმიჯი ეს ყველაფერი, ჩვენი საქმიანობა, როგორც ესე იგი დაჭრილზე მალამო, ხო? აი ისე ერგება. გესმით? და ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ხო, ჩემი დაჟინებული მოთხოვნა არის. თხოვნა კი არა, მოთხოვნა არის ყველა ცხოველთა დამცველის მისამართით, რომ ზავრაშვილთან რო აპირებთ ახლა აქციის გამართვას იქ ჩასვლას ზავრაშვილის სახლთან გურჯაანში. აი ამით რისი გაკეთება გინდათ, მაინტერესებს. რამდენჯერ გამართეთ აქცია და მე ყოველთვის ვარ აი ესეთი სულელური აქციის წინააღმდეგი და რატო ვარ? იმიტომ რომ ზავრაშვილიდან კი არ მოდის ეს უბედურება, აი ზევიდან მოდის, ზევიდან, მთავრობიდან. აი ნაბოძვარი მთავრობიდან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში არ მოგვარდეს, რომ აი ამ ქაოსში ვიცხოვროთ. აი იქიდან მოდის. და ის რომ ვიღაცა ესე იგი სოფობედიამ თურმე ესე იგი პროტესტი გამოთქვა ამაზე და სოფობედიას იმედი გააქვთ, ხო თქვენში ხო არა გაქვთ, ხოლმე დამცველებს მოგმართათ და ხომიციანები ჩაი. რის სოფობედიამ უნდა გადაგიწყვიტოთ ეს პრობლემა, ვინ უნდა გადაგიწყვიტოთ? ქვის ხანაში ხართ თქვენ კარგი მოწყნულებო თქვენ გამაგებინეთ ერთითო, რა სისულელებს ლაპარაკობთ და რატო გინათ ხო საზოგადოებამ და სხვა ადამიანებმა ვინც უცხოეთიანს გვადევნებს თვალს, ხო, ცხოვრთა დამცველებმა ჩვენზე იფიქრონ, რომ ვართ ვიღაცა სულელები, დებილები, გაუნათლებლები. რატო აკეთებთ თქვენი თავის მარგინალიზაციას გამაგებინეთ, რომ ესე რატო ირცხვენთ თავს? რა გინათ ესე იგი, რომ ჩახვიდეთ ესე იგი ზავრაშვილის სახლთან და აქცია გამართო და რა უნდა მოითხოვოთ? ზავრაშვილი დააპატიმრონ, გადააყენონ? სხვა ზავრაშვილზე უარეს ნაბოძვარს მოიყვანენ იქ. თევზი თავიდან ყავს და მე ყველას მოგმართავ ცხოვრთა დამცველებო. ზავრაშვილთან კი უნდა ჩახვიდეთ იქ და იქ კი უნდა გავამართოთ მიტინგი, აი იქ უნდა გამოხვიდეთ და უნდა მოთხოვოთ აი ნაბოძვარ პარლამენტს, რომ კანონი მიიღონ. კანონი მიიღონ და აი კანონის მიხედვით ხო მე ვერ ზავრაშვილი გაბედავს, ვერ გიუნაშვილი გაბედავს, ვერც ვერ გაბედავს კანონის დარღვევას. თუ დაარღვეს კანონი, ხო მე უნდა მოთხოვოთ იმ კანონის აღსრულება, ეს უნდა გააკეთოთ. აი ამის თქმა მინდოდა. ორი სტუდენტ გითხარით, თუ ვინმე არ მეთანხმებით, ხო? ყველას გაქვთ ჩემი პირადი ნომერი და ამერიკა და კიდე ჩაგიტარებთ ლექციას. ამ თემაზე. ახლა კარგად იყავით.